თეატოფურია, ჟურნალისტი და მწერალი რუბრიკაში პორტრეტი. რადიო თავისუფლებაში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ, როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი და იქ ვსწავლობდი ჟურნალისტიკას. ოღონდ ვსწავლობდი როგორ ფაქტობრივად იყო ომი ახალი დამთავრებული აფხაზეთის ომს გულისხმობ და იყო ძალიან ისეთი გაყინული 90-იანების წლები, როდესაც არაფერი არ არის, მათ შორის არ არის განათლების მიღების საშუალება. მე გულისხმობ ხარისხიან განათლებას. რასაც თანამედროვეობა მოითხოვდა, ასე არა. მარინა ვაშაყმაძეს ჰქონდა სტუდია, ასეთ სახელოსნო თანამედროვე ჟურნალისტიკა, სადაც ვსწავლობდით, სადაც ვისწავლეთ საკუთარი აზრის გამოთქმა, რასაც ქვია. წერა იმაზე, რაც ჩვენ გვინდოდა, წერა სხვანაირად. მე რეზონანსი იყო, ახალი ვერსია იყო, ხვალინდელი დღე იყო, ძალიან ბევრი გაზეთი იყო, ნახევრად ხელფას არ გვიხდიდნენ, არა მარტო მე. და ნუ ერთი გაზეთი და მეორეში, მეორედან მესამეში, მაგრამ გამოცდილება მივიღეთ, იმიტომ რომ იყო მართლა ძალიან დაძაბული წლები, აი თავიდან იყო ძალიან დიდი შიში. რთული იყო, ძალიან რთული იყო. მაგრამ რაღაცნაირად ეს ბუნებრივად ეს შიში თანდათანობით გადაილახა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ წლებისაგან. იყო არასამთავრობო სექტორის ადამიანის უფლებათა ცენტრში მუშაობდი და გარემოს დაცვითაც მიმართულებითაც. ესეც დაემთხვა ძალიან ისეთ რთულ წლებს, როდესაც მოხდა 7 ნოემბერი. ძალიან ბევრი წერილები შემოდიოდა იგივე ციხეებიდან, ძიმე სიტუაცია იყო, რომ აი ამას ყველაფერს უნდა უყურო. ადამიანის უფლებათა ცენტრს ჰქონდა ჟურნალი, სადაც შეგეძლო სტატიების გამოქვეყნება. მე PR მენეჯერი ვიყავი მან. ანუ ფაქტობრივად რო ვთქვა, რომ ჩემს სფეროს მოვწვდი, არა. იგივე საკითხები იყო, იგივე ადამიანის უფლებები, იგივე ვთქვათ სტატიების წერა, იგივე საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტიც ჰქონდა და იქაც ვიყავი. ანუ უფრო მეტი საშუალება იყო, რომ ჩემი საქმე გეკეთებინა. ამ ყველაფრის მერე იწყება რადიო თავისუფლება, მოვედი აქ. რადიო თავისუფლებაში რა იყო? ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ აქ არის თანამედროვე საშუალებები, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა მულტიმედიას, ანუ შეგიძლია რამდენიმე მიმართულებით იმუშაო, თქვა რადიოს მიმართულებით, ასევე როდესაც რადიოს სიუჟეტს აკეთებ, ეგრევე აკეთებ სტატიასაც, ანუ იმას, რასაც რადიოს სიუჟეტად გააკეთე, სტატიად დებ ვებგვერდზე. მეათე სტუდიას ვეძახით, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს, სადაც არის უფრო გავცობილი სტატია, ანუ ისეთ საკითხებზე, რომელიც აი უფრო უნდა იშრომო ამაზე, უნდა ნარკვევით მოამზადო და აი ეს გააკეთო. ანუ ყოველდღიური თემა არ არის. ეს ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე და ვიდეო სიუჟეტები. ანუ რამდენიმე მიმართულებით ახარ და ერთ რაღაცაზე არის შტამპები. ძალიან მიყვარდა სამედიცინო საკითხები ერთი პერიოდი, სულ ჯექის აჯანყების სამინისტროში. რაც ყველა დაავადება ლამიზე პირად ვისწავლე. ძალიან მიყვარს კიდე ისტორიაში ქექვა. მუზეუმები, რომელსაც ძალიან ბევრს არ უყვარს, რატომღაც მე მიყვარს. ვთქვათ, წარსულში ჩახედვა, იქიდან რაღაცეების ამოღება, იქაურ ამბებზე წერა, ანუ აი ესეთ რაღაცეები მომწონს. მაგალითად, ამას წინ დავწერე, რითი იკვებებდნენ ძველ საქართველოში. სტატიას მოყვა ძალიან ბევრი გამოხმაურება. თითქოს მარტივი თემაა, მაგრამ ნუ ჟურნალისტიკა იმდენად შეიცვალა, რომ ისე სამომავლოდ როგორ შეიცვლება და საითკენ წაგიყვანს მაინც და მაინც, აი ახლა დიდად გარკვეული არ არის. აი ახლა რასაც მოვითხოვს თვითონ ეს სფერო, ისე მიყვება ადამიანიც, ანუ მისი პროფესიის ადამიანიც და შესაბამისად ცვალებადი არის, კი. ძალიან ლავირებადია და საითაც წავა, მეც იქით გავუყვები. შემეძლო კარგად წერა. ამას ხედავდა ყველა. და მეუბნებოდნენ, რომ აი წადი ჟურნალისტიკაზე. ზოგადად პროფესიის არჩევისთვის ეს არის ძალიან ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ შენ რაც გამოგდის, ის უნდა აკეთო, იმიტომ რომ ამას მე აკეთებ მთელი ცხოვრება და თუ არ გამოგდის, დაიტანჯები მთელი ცხოვრება. ვერც მიაღწევ მან წარმატებას, კარიერაც არ აგეწყობა, არაფერი არ იქნება. პირველი კრებული პროზა პოეზია იყო, სხვადასხვა დიდი ხანი ვიყავი ამ მიმართულებით და შემდეგ აი სრულიად მოულოდნელად დავიწყე ასევე საბავშვო ლიტერატურის წერა. გამოვიდა გასაღვიძებელი ზღაპრები მაშინ, გამოვიდა პარადიის სარდადაგები, საბავშვო ლიტერატურა. შემდეგ გამოვიდა ასევე საბავშვო რომანი ვითარის, ესეც ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე ეს არის და ასევე მოთხრობების კრებულია ბოლო. არასაბავშვო, ორი ოთახი კაიროში. ახლაც ვწერ და ძალიან მიხარი, ანუ ეს არის ისეთი რაღაცა, რაც მე მახალისებს ძალიან. ამ სამყაროში, თქვათ, აი ამ საბავშვო სამყაროში, ამ ფენტეზის სამყაროში, კარგად გრძნობ თავს.
ერთხელ თუ გავუგე ამას გემო, მე ცოტა ისეთი რთულიც კი არა, რომ სხვა ჟანრზე გადაერთო. ლიტერატურული კონკურსები არის ერთ-ერთი ესეთი გამონათება, ასე ვთქვათ, ლიტერატურულ პროცესებში, როდესაც კონკურსი იმართება და ამ კონკურსის გარშემო იყრის რაღაც ლიტერატურული პროცესები თავს. მახსოვს თავიდან იყო წეროს კონკურსები იყო, მონაწილეობდი მაგაში ორჯერ ავიღე მესამე ადგილი, ერთხელ მეორე, ჟიურის პრიზი მაქვს აღებული. გასაყუძებელ ზღაპარში მაქვს გააღებული. პერმანათონის სპეციალური პრიზი მაქვს აღებული. ბაკურ სულაკაურეს 15 საუკეთესოს დაჯილდოებები. აქაც მეორე ადგილი მაქვს აღებული. ახლა მაქვს ერთი დიდი რომანი დაწყებული. და მეორე ასევე დიდი ზღაპარი დაწყებული. რომელსაც ჭირდება ეს სამსახურიდან სახში რომ მივხვალ დაждდა და დაწერო ან ერთი და ან მეორე, რომელსაც მე ვერ ვახერხებ და როდესაც იქნება დავამთავრებ. ხშირად ვფიქრობდი ხოლმე რისთვის ვაკეთებ ამას, როდესაც ამერჩია რამე სხვა პროფესია ან საერთოდ ზღვარგარეთ წავსულიყავი და მექნებოდა ჩვეულებრივად ნორმალური შემოსავალი, ნორმალური დღის რეჟიმი. ჟურნალისტიკა იმდენად საინტერესო პროფესია, რომ აი ამისი ღალატი არაფრით არ იქნება. 1000 რაღაცას იგებ, 1000 რაღაცასთან შეხება გაქვს. აი ფაქტობრივად სულ არაფერი არ ქონდეს დამთავრებული, არანაირი უნივერსიტეტი და განათლება არ ქონდეს, აი ეს იმდეს რამეს გასწავლის. ყველანაირ პროფესიასთან გაქვს შეხება, ყველანაირ საკითხთან გაქვს შეხება. დღის განმავლობაში შენ ამუშავებ იმ თემას, რომელსაც ხალხმა შეიძლება ერთი თვე მოანდომოს იმის შესწავლას. ეს იმდენად გზდის, რომ სულ სხვა ადამიანი ხდები. აი გადის წელი, გადის 2 წელი და ჯერ ინტელექტუალურად ხდები სულ სხვა ადამიანი. მერე სხვანაირი ანალიზის უნარი გაქვს, სხვანაირი შეხედულებები გაქვს, სხვანაირად უყურებ ყველაფერს. მახსოვს ბავშვობიდან ეგეთი ვიყავი. ან მე მაინტერესებდა პოლიტიკა იგივე. მაშინ იყო ეს ეროვნული მოძრაობები, იყო თქვათ იქ დიდი პოლიტიკური ბუმი იყო. ესენი მაინტერესებდა. ახლა ხდება ეგრე, რომ აი მოდიან თქვათ ჟურნალისტიკაში 20 ბავშვია, იქიდან ერთ-ორ საინტერესებს მართლა რაღაცა საკითხი, აი ინტერესით გიყურებს, დანარჩენები ისე რა. 9 კლასი დავამთავრე სოხუმის მე-13 სკოლაში და შემდეგ უკვე თბილისში, ბოლო 2 წელი. სადღაც მე-8 კლასიდან უკვე შემეძლო რომ გადმოსულიყავი თბილისში, ჩვენი ოჯახი გადმოვიდა. როდესაც უკვე დადგა საკითხი რომ მეც უნდა წავიდე, იმიტომ რომ ახლა ისინი იქ ხوار იქნებიან და მეც ხო მე იქ ხوار ვიქნები, მე თქვი რომ არ მინდა მეთქი რაღაცა ეს რაღაცა 1 წელი კიდე დამტოვეთ მეთქი და აი თვითონ რაღაცა გულმა გიგზნო. ეს 1 წელი იყო მშვიდობა, მე წამოვედი და ფაქტობრივად დაიწყო კიდეც ომი. შუა ჩამბას ქუჩაზე ვცხოვრობდით. სოხუმის პერიოდი იყო აი ესეთი რა ძალიან კარგი ამინდები. აი რაც ყველაზე მეტად აი ეს მაკლია დღემდე არის ძალიან კარგი ამინდები და ფერები. სულ სხვა ფერები იყო მართლა აი რაღაცნაირად. ხალხს ცხოვრება უხაროდა. მენატრება გზნობა რომ რაღაცა ჩემია და აღარ არის დაკარგული. ის ბუნებრივი გზნობა რომ ხაზეთ იყო ჩემი, აბსოლუტურად ჩემი იყო. აი ეს განწყობა მენატრება. აფხაზებთან საზღვარგარეთ როდესაც ვხვდებით ერთმანეთს იგივე ექსპერტები იქნებიან ჟურნალისტები. მინდა რომ ცოტა უფრო გახსნილები იყვნენ. აი მთელი სული და გულით მართლა ალალად მინდა ხოლმე რომ დაველაპარაკო და ჩაკეტილები არიან. კონტაქტში და ჩემოდიან, ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები არის, მაგრამ მაინც ფიქრობ რომ აი ეს ჩაკეტილობა არის, მაგათი შეინიშნება. ასე ვერ გაგზელდება, მაგრამ რაღაც ენერგიაში განრწმენა ამისი არსებობს. ყოველთვის გქონდა. რომ ეს საკითხი გადაწყდება და გადაწყდება კარგად. ჩვენც უნდა რაღაცა ჩვენს თავში ჩავიხედოთ, რაღაცა გადავაფასოთ, იმათაც უნდა გადააფასონ, რაღაც ნაბიჯები ჩვენც უნდა გადავდგათ, იმათაც უნდა გადმოდგან. წერალი რა არის ზოგადად? არის სოფხედველობა რაღაცა კონკრეტული, რომელიც აქ ამ ადამიანს და მე შემდეგ გადაიტანს ამას ლიტერატურაში. ეს სოფხედველობა რა ჩამოაყალიბა? აი აფხაზეთი რატომ იყო თქვათ კარგი გაკვეთილი ადამიანისთვის ზოგადად? ნებისმიერი კონფლიქტი, ნებისმიერი თქვათ ომი. შენ ხედავ როგორ ინგრევა შენი ცხოვრება, როგორ რჩები არაფრის გარეშე. შემდეგ ამ სირთულეებიდან ისე ვიწყებ თქვათ ფეხზე დადგომას. აი ეს პროცესები იმდენ რაღაცას გასწავლის, რასაც აი ახლა თალხინებულ ცხოვრებაში ვერაფრით ვერ ისწავლე. ამიტომ სოფხედველობა შემდეგ ხდება უფრო სხვანაირი, თქვათ უფრო სხვანაირად უყურებ დანაკარგს, უფრო სხვანაირად უყურებ თქვათ ადამიანს, ბევრ რამეს პატიობ. იმიტომ რომ ჯერ ერთი იცი რაც არის ადამიანი. ყველანაირი ადამიანი შეიძლება ნახო ომის პერიოდში. შენი თავი შეიძლება ნახო ისეთი, რომელიც აი ძალიან არ მოგწონს. ამ ყველაფერზე ვწერ.
ყველაფერი, რასაც მე ვწერ, აფხაზეთის გავლენა ყოველთვის არის. აფხაზეთი არ არის მარტო თემა, როგორც ვთქვათ, ომი, კონფლიქტი. ეს თემები, სადაც ეს თემებად არის კი ბატონო. აფხაზეთი არის კიდე ესეთი ეს საბავშვო ჩემი ლიტერატურა ხო სიტყვაზე. ეს მისტიკური განწყობა, თქვათ ეს ფენტეზის განწყობა ზუსტად არის აფხაზეთიდან გამომდინარე, მე ასე ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს სად დაიბადება და სად გაიზრდება. თვითონ კუთხე არის ეგეთი. ამ წიგნში არის 200 სართულიანი კორპუსი, რომელიც ერთი სართული გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და სხვებს არ უშვებს დანარჩენ სართულებზე. ანუ აი ესეთი რაღაცები არის ეგრეთ. თუნდაც აი აქ ბოლო მოთხრობა არის აფხაზეთზე, თავად ლეიტმოტივი რა არის, რომ როცა ცოცხლები ვერ ახერხებენ დაბრუნებას და ბრუნდებიან მიცვალებულები, ანუ როგორ აფხაზეთში არსებულ ერთ-ერთ ქართველების სახლში, სადაც ახლა უკვე სხვა ოჯახი ცხოვრობს, ოლოდნელად ჩდებიან სულები. და კაცშვილი ვერ იგებს ვინ არიან ეს სულები, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ესენი არიან დაღუპული, ანუ სხვაგან გარდაცვლილი ყოფილი პატრონები. ხშირად ვაკურდები აი დევნილები, ვინც არიან ჩემი ნათესავები და ვინც უკვე გარდაიცვალნენ. გარდაცვალება იწყება მათი როგორ? აგონიის პერიოდში. აღმოჩნდებიან აფხაზეთში. ფაქტობრივად რეალურად ეს არის რა, ყველა ეს დევნილი, რომელიც ცოცხალი ვერ დაბრუნდა, სიკვდილის მაინც იქით მიდის აფხაზეთში.